Დიაში უბრუნდებით უკვე სტუმრებთან ერთად მთავარი თემით, მე როგორც მოგახსენეთ, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო ფესტივალზე იბერიაზე, რომელიც ნიდერლანდებში გაიმართა და რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ჩვენი სტუმრები არიან ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ფონდ არტ-ეკოს წარმომადგენელი საქართველოში, ქალბატონი ნინო ჩუტკერაშვილი და ბატონი დავით გველესიანი, ანსამბლ რუსთავის წევრი. პირველ რიგში უღრმესი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და პირველი შეკითხვა ქალბატონი ნინო თქვენთან მექნება. დასრულდა ეს ფესტივალი იბერია, რომელმაც ქართული კულტურა ძალიან მრავალფეროვანი კუთხით წარმოაჩინა. ამ ქვეყანაში მოდით დავიწყოთ სულ თავიდან. როგორ გაჩნდა ამ ფესტივალის ჩატარების იდეა? საიდან გაგიჩნდათ ეს აზრი? ამ ფესტივალის ჩატარების იდეა, ინიციატივა და განხორციელება ეკუთვნის ქალბატონ დალი დეგრაფ უბილავას, ჩვენს თანამემამულეს, რომელიც 5 წელია ცხოვრობს ჰოლანდიაში, იქ არის გათხოვილი და ერთ-ერთი იმ ქართველთაგანია, რომელიც საზღვარგარეთ მოღვაწეობს, მაგრამ თავისი ქვეყანა მისთვის პირველია და პირველ რიგში პირველია გააკეთოს საქმე თავისი ქვეყნისათვის. 2 წელი დასჭირდა ამ ფესტივალის მომზადებას, 2 წლის მანძილზე ეს იყო უდიდესი შრომა, რომელიც უშუალოდ გასწია დალი დეგრაფ უბილავამ და სხვათა შორის, როცა შემდეგ ფესტივალის შემდეგ გამოჩნდა პრესაში მასალები, ერთ-ერთი სტატიის სათაურიც კი იყო ერთი ქალბატონის ფესტივალი, იმიტომ რომ იმდენი რამ გააკეთა ამისათვის, შემოიკრიბა ჰოლანდიელი, ასე ვთქვათ, მოხალისეები, რომლებმაც უდიდესი სამსახური გაუწიეს ამ ფესტივალს და ჰოლანდიაში მყოფი რამდენიმე ქართველი, მათ შორის აგრეთვე რუსი არაჩვეულებრივი გოგონები, რომლებმაც ერთი სიტყვით ორგანიზებაში მიიღეს მონაწილეობა. ეხლა ჩვენი მაყურებელი კადრშიც ხედავს ამ ყველაფრის ამსახველ კადრებს. ბატონო დავით, რუსთავმა ჩაატარა კონცერტი ამ ფესტივალის ფარგლებში. ჩვენ როგორც გვაქვს ინფორმაცია, სრული ანშლაგით ჩაიარა ამ კონცერტმა. ძალიან ბევრი მაყურებლისთვის ქართული ცეკვა პირველად იქნა წარმოდგენილი და მათთვის ალბათ განსაკუთრებული ემოცია იყო. როგორი ემოცია იყო თქვენთვის იქ ცეკვა? ალბათ ძალიან დიდი იყო პასუხისმგებლობა, განსაკუთრებული სიხარული სდევდა თან ამ ყველაფერს ამ ქვეყანაში ქართული კულტურის წარმოდგენის ფარგლებში. იცით რა არის განსაკუთრებით ამ ფესტივალზე კიდევ ერთხელ ვიგრძენით ჩვენ თავი ქართული კულტურის გამტანებად, გარკვეულ მისიონერებად. ეს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ და აქედან გამომდინარე ემოციები ძალიან დიდია. შემდეგ ამ ემოციებს დაემატა კიდე ამ ფესტივალის ძალიან კარგი ორგანიზება. ჩავედით თუ არა ამსტერდამში, დახვდა იქ საოცრად ორგანიზებული დახვედრა იყო იქაური ანსამბლებით და ისინი ასრულებდნენ ქართულ სიმღერებს, ჰოლანდიურ სიმღერებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ემოციებიდან გამომდინარე, ჩავედით თუ არა იმ საღამოს კონცერტი ჰქონდა უკვე. მაყურებელიც აღფრთოვანებით შეხვდა დიახ ქართულ სიმღერას და ქართულ ცეკვას საოცარი აღფრთოვანებით და არაჩვეულებრივი ამბავია ეს ყველაფერი. ქალბატონი ნინო, ვისაუბროთ ამ გამოფენაზე, რომელიც წარმოდგენილი იყო იქ. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს გამოფენა, ანუ 50-იანი წლების ქართველი მხატვრების ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო ქალაქ ლაიდენში. ეს არის რემბრანდტის სამშობლო, ანუ ეს არის ქალაქი, სადაც ხელოვნების ფასი იციან და შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნებით ცხოვრობენ. აი ამ ესეთი ალბათ კრიტიკული დამთვალიერებლისთვის იყო თუ არა ქართული ხელოვნება და ქართული თანამედროვე ფერწერა აღმოჩენა. ძალიან საინტერესო იყო. ვინ იყო წარმოდგენილი, უთხრათ კიდევ. გამოფენაში მონაწილეობდნენ რადიშ თორდია, ლევან ცუცქირიძე, ზურაბ ნიჟარაძე, ვახტანგ ონიანი, არა მეხუთე მხატვარიც იყო. არა პრობლემა, ნუ ეს 50-იანი წლების ქართული ფერწერა იყო წარმოდგენილი. დიახ, არა, არ უნდა გამოვრჩეს არავითარ შემთხვევაში. და ეს ლეიდენი საერთოდ არის ისეთი ქალაქი, რომელიც საერთოდ ხელოვნების ქალაქი, ასე ვთქვათ, იქ ესეთია ამ ქალაქის სტრუქტურა, რომ ამ ქალაქში არ არის არანაირი საწარმო, ქარხანა, ფაბრიკა, აქ არის მხოლოდ თეატრები, მხოლოდ საგამოფენო დარბაზები, მუსიკალური ცენტრები და საუნივერსიტეტო ქალაქი. თავისთავად მეტი პასუხისმგებლობა იყო გამოფენა წარმოგვედგინა ლეიდენში. და საკმაოდ საინტერესო იყო მათთვის ქართული კულტურა და ქართული ხასიათი, რომელიც ამ ნახატების მიხედვით იყო წარმოდგენილი. მესამე ნაწილი ამ ფესტივალის იყო ქართული კინემატოგრაფია. კინემატოგრაფის მე ცალკეც მინდა გითხოთ, უბრალოდ მაინტერესებს თქვათ ამ გამოფენის ფარგლებში თუ იყო, აი როგორ იყო გამოხმაურება თქვათ იგივე პრესის ადგილობრივი? საერთოდ ძალიან ძნელია მიიპყრო ჰოლანდიური პრესის. ხო, აი სწორედ ამიტომ მაინტერესებს. ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ შევძელით მე წარმოვადგინე კიდეც გარკვეული ნაწილი იმ გამოხმაურებისა, რომელიც აქ შედა ეს პრესა არის, გარდა ამისა იყო გამოხმაურება რადიოშიც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი სტატია, მაგალითად
ნახეთ ვაჩვენოთ. ეს არის შოთა რუსთაველის კედლის გახსნის აჰა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, ამასაც გეტყვით აუცილებლად. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი. და სათაურების ამოწერე, მაგალითად ფესტივალი იბერია ლეიდანი ქართული ფერებით იმოსება. ფესტივალი იბერია სანდრა რულოვსი გახსნით მოგეხსენებათ, რომ ქალბატონ სანდრა რულოვსის პატრონაჟით წარიმართა ეს ფესტივალი, მას უდიდესი წვლილი მიუძღვის განსაკუთრებით ქართული მხრიდან მხარდაჭერის პროცესში ამ ფესტივალისა. განსაკუთრებით უნდა აღნიშნო, იმიტომ რომ ერთი პერიოდი ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშაც კი იდგა რუსთავის მონაწილეობა, მაგრამ ქალბატონ სანდრას ჩარევით ეს ყველაფერი გადაწყდა და ბატონ დათოს ნათქვამზე დავამატებ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფრაზას, რომელიც წარმოთქვა შხაუბურღის თეატრის დირექტორმა, რომელიც ძალიან თავშეკავებულია ყველანაირი ემოციის გამოხატვისას და თქვა, რომ 301 წლისაა ჩემი თეატრი. ეს არის ყველაზე ძველი თეატრი ჰოლანდიაში და მასო ამ 301 წლის მანძილზე არ ახსოვს ასეთი ემოცია. ძალიან ხმამაღალი განაცხადია. ქართული სიმღერა და ცეკვა, როგორც ჩანს, ჰოლანდიამ ძალიან ახლოს მიიტანა გიგთან და ბატონ დავით, ხომ არ დაიგეგმა ვთქვათ ანსამბლის საომავლო გასტროლი იგივე ნიდერლანდებში. კიდე ხომ არ იცით რა, ჩვენ ხშირად დავდივართ ნიდერლანდებში. ძალიან ბევრი კონცერტები გვაქვს ჩატარებული. იმდენ კონცერტებში მათ ჩამოთვლაც კი არ შემეძლია ხო. ასე რომ ჰოლანდია ჩვენთვის ძალიან ახლობელია, მით უმეტეს ამას ემატება ის რომ ჩვენი პირველი ლედი ჰოლანდიელი არის და რამდენიმე გასტროლზე კიდეც იყო ჩვენთან ერთად და კიდეც შეასრულა ქართული სიმღერები ანსამბლ რუსთავთან ერთად. ძალიან სასიამოვნო. ქალბატონ ნინო, მაყურებელს უთხრათ, არ შეიძლება ეს ფაქტი აღნიშნვის გარეშე დავტოვოთ, სწორედ აი ვეფხისტყაოსნის ციტატებზე მინდა კითხოთ, რომელიც ამ ქალაქის ერთ-ერთ ფასადზე ვიცი რომ განთავსდა და ასევე კინოჩვენებამ როგორც ჩაიარა ჰოლანდიელი მაყურებლისთვის. ალბათ შოთა რუსთაველი ყველაზე მნიშვნელოვანია ერთ-ერთი ამ პროექტში. ეს მასშტაბური პროექტია, როგორც მე ვიცი და რამდენიმე 100 პოეტის ციტატა. 101 პოეტის ამ ქალაქში 10 წლის მანძილზე 1995-დან 2005 წლამდე ხორციელდებოდა პროექტი კედლების პოეზია. და სადაც კი ქონდათ ესეთი ლამაზი ფასადები და მინდა გითხრათ ესეთი ქალაქია რომ იფიქრებ დადიხარ ნახატებს შორის და არასახლებს შორის, სადაც კი ქონდათ თავისუფალი ადგილი, გადაწყვიტეს რომ სოფლიოს 101 უდიდესი პოეტის სტრიქონები ამოეტვიფრათ ან რაღაც ფორმით გამოესახათ ამ კედლებზე. ამ ასეთ პოეტს შორის არ აღმოჩნდა ვეფხისტყაოსანი და არც ერთი ქართველი პოეტი სამწუხაროდ. ეს გარკვეულწილად გააპროტესტა ქალბატონმა დალიმ. კი, ესეც ვიცი რომ ძალიან დიდი მოლაპარაკებები იყო ამასთან დაკავშირებით. ძალიან მოკლედ ქალბატონო, მე ვიცი რომ მომავალ წელსაც იგეგმება მსგავსი კულტურის დღეები. დიახ, გვინდა რომ უფრო მრავალფეროვანი იყოს ეს ფესტივალი, კიდევ უფრო შეიცვალოს. ქართული კულტურა სამწუხაროდ უცნობია დასავლეთ ევროპისთვის. არ არის იმ დონეზე ცნობილი, როგორც ეს საჭიროა და როგორც ქართული კულტურა ამას იმსახურებს. ძალიან დიდი მადლობა. მე წარმატებას გისურვებთ. პირველ რიგში გილოცავთ ესე წარმატებულ ფესტივალს და დარწმუნებულები ვართ რომ მომავალი წლის კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. ანსამბლ რუსთავსაც ასევე წარმატებულ შემოქმედებით გზას უსურვებთ. მაყურებელს კი შევახსენებ, ნინო ჩუტკერაშვილი ფონდ არტ-ეკოს საქართველოს წარმომადგენელი და ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ასევე დავით გველესიანი ანსამბლ რუსთავის წევრი იყვნენ ჩვენი დილის სტუმრები. უღრმესი მადლობა. ახლა კი ჩვენს პროგრამაში აფეშის დრო.